სალამი ხალხო. ჩვენ დღეს მივდივართ ბუდაპეშტში. უკვე მეორე. ჩავაგიქავთ ჩემს მეგობარს თუშმას, ბილეთი გვაქვს. მით უნდა გავიაროთ და ჩასვლის დღეს მივდივარ ეგრევე ვენაში ჩემს დედაშვილთან მოინახულებ. საქართველოში აღარ დამეგობრება მეგობრებო. მე გავდივარ და შევხვდებით 2040-ში. მოკლედ ახლა მივდივართ ვენაში. როგორც შეგვერდით. ვენიდან ჩაგერთვებით ჩემ დედაშვილთან ერთად და ნახოთ ვენა. ჩვენი ვოიაჟი გრძელდება უკვე ვენაში ნინოსთან ერთად. ნინო უკვე დიდი ხანია ცხოვრობს ვენაში, სწავლობს, მუშაობს, ძალიან კარგად იცის. აქ უკვე ყველაფერი, ახალი კულტურა და პირველ რიგში რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა ეს იყო ვენის ზოოპარკი და დღეს მოვედით ვენაში, ზოოპარკში უფრო სწორედ, ყველაზე ძველ ზოოპარკში, რომელიც წელს გააკეთეს ნინო 1795 წელს. ყველაზე ძველი ზოოპარკია მსოფლიოში. კი, ყველაზე ძველი ზოოპარკია მსოფლიოში. დავათვალიეროთ, რაც ძალიან მაინტერესებს. წავედით. ყურადღება ხვალ, ფელივენის ხიდი ისრება, ძალიან. მთელი ქალაქი ჩანს? ხო, ქალაქი ანუ ლამაზი ხიდი ისრება და აი შენობას რო ხედავით არის კაფე და შეგიძლია რაც ნამსხვრები და სასმელები და ყავა მითქვა. მოკლედ თუ ესტუმრებით შამფუნის სასახლეს აუცილებლად გიჩვენთ. ზემოთ ახვიდეთ. ახლა სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს რომ ეს მოვინახოთ. შამფუნის სასახლის ბაღებში შემოსვლა არის უფასო. რაც ჩემი აზრით ძალიან კარგია. რადგან შეგიძლია სულ უფასოდ დაათვალიერო ეს იმანები. კი, ძალიან კარგი. და ანუ მე ვუჩვევდი ყველას ვისაც უნდა შამფუნის სასახლის ბაღების საფარო, ანუ რაღაცა ნახევარი დღე მაინც რო გაითვალისწინებიათ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდია და ლამაზია და ქნელა უნდა ისეირნო და დატკბე ხედებით. მოკლედ ანუ რაღაც სწრაფად სანახავი ადგილი არ არის. როგორც საათში მოხვიდეთ და უცებ დაათვალიერეთ. ძალიან კარგი. მოკლედ აქ არის შადრევანი. ხო. აქ გვაქვს ჩვენ 1 ევროიანი, ამას გადავაგდებთ, იმ პირობით რომ ჩვენ აქ კიდევ დაუბრუნდებით. წავარდა უკვე. ხო, მგონი გაკინული, იმიტომ რომ გასულობდა ის. კი, ჩავარდა, ხო? კარგია. როგორ გქობა მე რომ უკეთეს ჩავარდა. ჩვენ ახლა სად ვართ ნინო? ახლა ვართ რესელ პარკში და მოვედით კარს ქიხასთან, ანუ კარის ეკლესიასთან. ნინო, როგორც მითხრა, აი ეს არის ხოლმე სულ წყლით სავსე და ხო, წინ აუზი. ეკლესიის წინ აუზი და ძალიან ლამაზია, ამით მე ანარიტი რადგან მთელ ეკლესიას გასწევს ირეკლავს და ჩაბაშ თავაჭრება თითქოს ეკლესია გრძელდება ხოლმე წყალში. ირეკლავს და ძალიან ლამაზი იქნება. აი ახლა სად მივდივართ? რა არის ჩვენი შემდეგი destination? ახლა მივდივართ ოპერის სანახავად. ნახოთ. ანუ ცენტრში მივდივართ, მოკლედ კიდევ უფრო ცენტრში. ძალიან კარგი. ოპერა, კერტნშტრასე, სტეფანსდომი. სტეფანსდომ. აია, მომწონს ვენა ბუდაპეშტთან შედარებით, ბევრად ლამაზია, უწესრიგებულია. კეთილს დაბეჭდება დატო, მაგრამ სიცივია ბუდაპეშტთან შედარებით ძალიან ჩათფუნული უნდა წამოხვიდია. ვენის ულამაზესი ოპერა. ძალიან ლამაზი. ძველებური შენობა. ეს რომელი ქუჩაა? ეს არის ტექნოშტრასე. ეს არის სხვა მაღაზიები.
მათ შორის საკმაოდ როლექსის მაღაზიაც არის ყოფილი. როლექსის მაღაზიაში ვერ შევარ. არ გვინდა აჩვენა ზახერის კაფე. ძალიან ცნობილი ზახერის კაფე. ზახერი. სადაც იყიდება შეგიძლიათ დააგებინოთ ზახერის ტორტი, რომელიც ცნობილი ვენური დესერტია. და აი ადამიანები რიგში დგანან, იმიტომ რომ ყოველთვის ის არეზერვებულია, ან რიგშუნდარია ყოველთვის არეგორო კაფე. თუმცა ჩემი აზრით სხვა კაფეების არსებობს, სადაც შეგიძლიათ რომ გასინჯოთ ზუსტად იგივე გემოს ზახერის ტორტი. ახლა რომ მაინდა-მაინც უნდა დგებით ამ რიგში, შემრჩევა იქნება. თუ რა თქმა უნდა, მაინდა-მაინც ზახერის კაფეში არ გინდათ რომ მიდაგოთ ეს ტორტი. მოგლედ რიგში არ ჩადგეთ. აი როლექსი. ბურგერ კინგი. კასინო ვიენ. რაღაცა ბუჩიკი. ეს არის რა? Fashion Street-ი ვით, ხო? ხო, საკმაოდ ბევრი მაღაზია, ასაკის აქსესუარების და ხო, ანუ შედარებით პროდუქტია. ტურისტებიც მოძრაობენ. საშოპინგო ქუჩაა, ხო და უფრო მეტი ტურისტი არ დაგიჭირს. ესე იგი, ამ ქუჩის ბოლოში და მარჯვნივ არის მთავარი კათედრალი, ხო? ახლა ვნახოთ მაშინ მთავარ კათედრალს. დავალთ Fashion Street-იდან. სადაც ძალიან ბევრი პოპულარული მაღაზია შეგვდა. მოცარტის შოკოლადები, დუგლასი, ტისოტი, და ფასტ-ფუდები, სუვენირების მაღაზიები, მარკეტინგული ხრიკები და ტურისტები შევიდნენ და ბევრი ფულით სახარჯო. აი, მთავარი კათედრალიც. ორი ლამაზი შენობა. და ავარია მოხდებოდა. ეფანსდომი მე-12 საუკუნეში დაიწყეს. ეფანსდომის მშენებლობა მეორე მსოფლიო ომის მერე დაინგრა, მთელი ჭერი ჩამოგრეული იყო და შემდეგ აღადგინეს. თუმცა დღემდე მიმდინარეობს აი ხედავთ აღდგენითი სამუშაოები წმინდან მეორე მხარესაც სულ ანახლებული მოხდა. ძალიან კარგი. დამშავდეთ. შტეფანს დომში შესვლა, ფასოა, არჩევათ რომ გამე ბილეთი და ჩვენ შეგიძლიათ შეგუძლოთ და შეგიძლიათ დაათვალიეროთ. შევიდეთ. აი მეგობრებო ორგანი ალბათ აქ დაგვროს ძალიან მაგარი ექვექნება რა ძალიან ლამაზია აქ უნდა ჩაიფროს სურვილების ქვა საინტერესო აი შესაძლოა არის ჩასასვლელი და ჩადიხარ კატაკომბებში, ვენის კატაკომბებში და იმისთვის უკვე ბილეთია საჭირო. აი კამპანი სხვა შეგვიძლია დავათვალიეროთ. აქ ყოფილა კატაკომბებში ჩასასვლელი. დავსნა ხოლმე ძლებს და სხვა. ანუ სხვადასხვანაირი სახის სოსისები და ეხლა უნდა გავსინჯოთ რა ქვია ამას ბრას ბრაკ პოსტი ბრაკ პოსტი ბრაკ პოსტი ეს ვენაში ტრადიციული დამახასიათებელია? ხო, კლასიკური ვენური ფასტფუდი. კლასიკური ვენური ფასტფუდი, რომელსაც გავსინჯოთ. ეხლა და გეტყვით კარგად თუ. მოკლედ აი ესეთი რაღაც მოგწეს, ფედერალური ერთ თავზე.
გავსინჯოთ, აბა. აქ სოსისები ლიდერობს რა, ძალიან მაგარია. გემრიელია. ჩვენთან რომ მექსიკურები იყიდება საშუალებებში იმის ფორმა. მაგრამ ძალიან გემრიელი სოსისია რა. ნაპულის გემრიელია. ორნაირი იყიდებოდა. იყო კურში და იყო ისე დაჭრილი, ნინომა იყო დაჭრილი. შემოსული ნინო კაცში დაანახე. აი დაჭრილი ესეთი იყო. ცალკე პური მოყვება და შეჭრა რა. კაია. აჰა, ეს არის ნინოს საყვარელი კაფე. რაც მოვედით, დავასწავლებ და შევისვენით. ესე იგი, ახლა მოგვიტანეს დესერტი და კაპუჩინო. მელანჟო. ანუ ავსტრიული კაპუჩინო. ეს არის ნინო რო გითხრა, აი ეს დესერტი. ეს არის ზახერის ტორტი. ვენური ცნობილი დესერტი. შოკოლადის ტორტია, გარგარის ჯემში. ძალიან კარგი. საინტერესოა. ეგ რა არის? შაკა. შაკა. აი, ავსტრიაში გვხვდება შავი ჭირის ეპიდემიისთვის მერე მიძღვნილი მონუმენტი. ხო, ნინო? ხო. საინტერესოა. ამ ქუჩაზე არის მაღალი მოდის ბრენდების მაღაზია, როგორც ამაგრეთ ჰერმესი, Yves Saint Laurent-ი, შემდეგ თუ რო მარცხენა და მარჯვენა მხარეს როდესაც არის Chanel-ი, Balenciaga, Versace და ასე შემდეგ. აჰა, ანუ ძალიან fashion მაღაზიები ბუტიკები ყოფილა სიმონ. აფედემელი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ცნობილი კაფეა ვენაში და აქაც ყოველთვის ძალიან დიდი რიგი დგას ტურისტების და აი ვიტრინა ბატონა ვიტრინაში აკეთებენ ხოლმე კაიზერშმას, რაც არის ასევე ავსტრიული დესერტი. კაიზერშმა. კაიზერშმა, ხო. ნინო, ამ სასახლესაც გითხარი ერთ-ორი სიტყვით. ეს არის ჰოფბურგის სასახლე, რომელიც მე-13 საუკუნეში დაიწყო მის მშენებლობა და ზამთრის რეზიდენცია იყო კაიზერის ავსტრიული იმპერატორის. მოცარტის შოკოლადები. თუ არ არის მოცარტის ვინა? იგი მოცარტის ჰაინდლის შოკოლადების მაღაზია და მოცარტის. აჰა. ანუ რომის იმპერიის პერიოდში რომაელებს ჰქონდათ ვენის თავადალი ვენის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა. ოღონდ ეს რამდენიმე ათწლეულის წინ აღმოაჩინეს არქეოლოგებმა. ვა. რომშიც ვიყავით, ხო ესე იგი? ხო. ძალიან კარგი. მოკლედ მეგობრებო, ეხლა ვართ იეზუიტების ეკლესიაში. ნინო, ვითხარით უფრო ეს ეკლესია იმით არის გამორჩეული, რომ არის ბაროკოს სტილის ეკლესია და ასევე გუმბათი არ აქვს, თუმცა იმის გამო რომ 3D ნახატია ჭერზე, გონია რომ გუმბათი აქვს ეკლესია. მე თავიდან მეგონა რომ გუმბათოვანი იყო და თუმცა ანუ სწორია რა. 3D. დადან. ახლა ვართ შვედენპლაცზე, ანუ შვედეთის მოედანზე, რომელსაც სახელი დაერქვა შვედეთის საპატივსაცემლოდ, რადგან პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ამ ქვეყანამ გაუწია ჰუმანიტარული დახმარება ავსტრიას. ძალიან მაგარი. შვედენპლაც. აი, იქ თანამედროვე შენობებიც არის და ძველებური შენობებიც. კიდევ ვენაში რა შევამჩნიე ბუდაპეშტთან შედარებით, მეგობრებო. ძირს ზამთრის პერიოდში თურმე ყრია აი ესეთი წვრილი კენჭები რა, ხრეშები, რომელიც აფერხებს ანუ
ფეხი რო არ აგისრიალდეს რა და მოყინვის საშიშროებას აფერხებს ასე თქვა. ხო ნინო, ხო მაგისთვისა ეს პატარა ხრეშები. მოთავს არ მოყინავს, მაგრამ მაშინ ყრიან ხოლმე რომ უსაფრთხოდ გადაადგილდნენ ფეხით მოსიარულეები. ხო, ხედავთ როგორ აქვთ დახვეწილი უსაფრთხოების ნორმები? ჩვენთან კიდე შეარას. სად მიდივართ? ახლა მინდა რომ გაჩვენო დუნაის არხი. დუნაის არხი. ანუ დონაუ ქანალი გერმანულად. დონაუ ქანალი. დონაუ გერმანულად. დონაუ გერმანულად ხდება დუნაის. ახლა არ ჩავთ ქვემოთ, მაგრამ ზაფხულზე აქ ძალიან ბევრი კაფე-ბარი ხდება ხოლმე. და ახალგაზრდობა ხშირად აქ იკრიბება და ძალიან თასიამოვნო ადგილია დროის გასატარებლად. უბრალოდ ახლა რადგან ზამთარია, დაგეტილია ყველაფერი და უბრალოდ ზემოდან შეგვიძლია რომ გადავხედოთ. და აგრეთვე ძალიან ბევრი გრაფიტი არის კედლებზე დახატულები. მაგარი. Welcome to the one, the only, the Victoria's Secret Fashion Show. აი, დონაი. დუნაის არხი. დუნაი ხო, მაგრამ მე უკვე გერმანულად დავიწყე საუბარი, დონაუ. დონაუ. თუშმა, აქ ამას ჩამოყვები მე და ავტობუსი აღარ დამჭირდება. ხო დადის აქედან. მართლა თუ გადავა. მაგარია მე. იმ ხო. კარგია, იმიტომ რომ დინარეს რო იყენებენ, თან ასეთი საშუალება როცა გაქვს დასაკავშირებლად, არა მარტო რაღაცა პატარა უბნებს არ აკავშირებს, არამედ ქალაქებს რა და ძალიან მაგარია და მტკვარიც ადრეს ხოდაშორის ეს იყო რა დამაკავშირებელი იყენებდნენ როგორც სატრანსპორტო მიმართულებით და ასეთი დინარეს სატრანსპორტო მიმართულებით რო გამოიყენებ, უკვე ძალიან მაგარია. შვეიცარიაში არის ერთი ის რა თლიან ქალაქს რას წყობს ის მდინარე, ნინო. ქალაქს რაც წყობს და ძალიან მაგის გამო ჩადის ძალიან ბევრი ტურისტი. აი ძალიან სუფთა წყალია და ძალიან ბევრი ბანავს. ერთი ქალაქის ბოლოში რომ ჩამოვლენ, იქიდან მოდიან და ჩამოდიან მე ბოლოში ის იმდენად მაგარი საბანაოა. აქ ვენაში ბუდაპეშტთან შედარებით ძალიან ბევრი ხალხი ვარჯიშობს და დარბის რაც შევამჩნიე მე. მოკლედ მე და ნინომ დავფარეთ 12 კილომეტრი და ეხლა შემოგვიერთდა გიორგი. გიორგი, რას გვეტყვი? გაიცანით? ეს არის გიორგი. უპატიოსნესი ადამიანი და ძალიან კარგი პიროვნება. გიო, გავწევ. გითხარით ვენაზე? რაიმე მნიშვნელოვანი. ლამაზი ქალაქია საშინელი ამინდით. ვაი. გადაგიაროს. და ძალიან კაცრი მოძრაობის წესებით. კი. სხვა უნდა გიქნათ მოგეწონა. კი, ძალიან. ზოპარი გაიგო. აუ, ზოპარი იყო ყველაზე მაგარი. სტეფან ზომზე მაგარი იყო? კი. მინდა ხო ნუ გამიღებ, შენ მოყარი. კატორი. გიორგი მოყარა. კაი, ეკლესიის ფონზე ყვები ახლა გიუშენ ამას. ამ ეკლესიის ისტორია არ ვიცი. დავი. მეგობრებო, მოკლედ ახლა მოვედით წმინდა რუპრეხტის ეკლესიაში, რომელიც არის ყველაზე ძველი ეკლესია, აი ეს გამოიყურება, არის ვენაში ყველაზე ძველი ეკლესია, ძალიან ძველებურად და ლამაზად გამოიყურება სხვადასხვა. აქეთ რა წყნარი ქუჩებია, ნახე. აი რო დგას სამხედრო. ბერმუნდის სამკუთხედი? ხო, წერო ესე. აი აქ სამხედროები მეტად დგანენ, რომ რამდენიმე წლის წინ სამწუხაროდ ვენაში მოხდა ტერორისტული ფაქტი, რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა აქტმა, ტერორისტმა მოკლა ეს ადამიანები და ამის შემდეგ სულ აქ პოლიცია, სამხედრო. ო. საფრთხეში ძალიან ხალხმრავალი ადგილია, იმიტომ რომ ყველა კუთხეში ბარია.
მიდის სმა. საქართველოს კარგი ადგილია. ხალხო. დავიღალე, მე ჩანჩალი ბაღარ შემეძლე. ამ ევროპელებს კაცო. როგორი შეიძლება ფენით. ნახე, დადიან და დადიან. საათ. აი მას გადავუღე. მაგას ეს არის საათი. უბრალოდ საათი თუ რამეს? სხვა საჩვენებს დროის გარდა. ფიგურები გამოდის ყოველ საათზე და მეგონი 12 საათზე მღერის კიდეც. ვა. მაგარი ყოფილა. ეს ფიგურები გადადიან რა. ხო. მაგრამ საკმაოდ ლამაზია, მაგრამ სადაც ასწავლი პერფორმანსი არის. უფრო ხალხანაც შეხვედრები ხომ? აჰა. მეგობრებო, ეხლა ჩვენ ვიყოფებით ვენის მერიასთან, სადაც ხედავთ მერიის წინ არის მოწყობილი საფიგურაო მოედანი. ხალხი ერთობა, მერიაში ხალხი საქმეს აკეთებს. გამოლენ იქიდან, სტრიალენ, საქმეს გაკეთებულია. ხაში შეძალე. მეგობრებო, არ გარისხობ, ძალიან საშიშია. შეიძლება მოვიდეთ ფეხი, იგძოთ კოჭი. ან სხვა დანარჩენი. ეხლა გამოვიდეთ პარლამენტთან, ხოდოთ როგორი ლამაზია. და ძალიან თემატური იქნება, თუ გავიხსენოთ და ვიტყვით იმას, რომ ავსტრიას და კონკრეტულად აქ ჩვენ ვენაში ვიმყოფებით, ავსტრიას ყავს მრავალი წელია კოალიციური მთავრობა და ზუსტად ძალიან კარგად ხედავთ, თითოეული თქვენგან ხედავთ თუ არის ჩამოსული ავსტრიაში, თუ როგორ და ძალიან კარგად ცხოვრობს აქ ყოფილი ხალხი. და როგორ იზრდება ეკონომიკა და ძლიერდება ქვეყანა. მეგობრებო, ნინო და გიორგი სადაც ცხოვრობენ, არის აქედან დაახლოებით 200 მეტრი. მეტი არ იქნება. ელოდებიან ავტობუსში გავიდეთ და 2 წუთი ეწევა რა. 2 წუთში ავტობუსით უფრო მალე მივდივართ ვიდრე ფეხით და უკვე ნახე და 1 წუთი ამდენხანია აწერია და აგვიანებთ. ეხლა მემკიცებენ ეს საქართველოს ბაზარსა და მალე მოვავა. აი ფაქტია. უი მართლა მოვიდა. მართლა არ ყოფილა საქართველოს მეგობრებო. აი ერთ-ერთი ბარის გარეგანზე ხდება ქართული წარწერა, ლუდი ავსტრიაში აი ქართულ წარწერას წააწყდებით. ბარზე დაწერე, ვინც დამყოფები ხართ დამიკომენტარეთ და ძალიან ბევრი ადამიანი. დაუკომენტარეთ, გიორგის დაუწერეთ, ძალიან გთხოვთ, ვინც ხართ დამყოფი. მეგობრებო, დღეს დასასრულსაც მივუახლოვდით, ასე დავასრულებთ დღეს ახლა ბარში, წოდოს გამიტვირთებით და მე წავალ ბუდაპეშტში ჩემს მეგობრად. ნინოს და გიორგის, ვიცი რომ ნახავთ ამ ვიდეოს. ნინოს და გიორგის უღმესი მადლობა. ასე თქვა, ასეთი ძალიან დიდი პატივისცემისთვის და ვერჩილგომისთვის. მადლობა ნინოს და გიორგის უპირველეს ყოვლისა. Senza sauli, dai sarò,